სმეში სალამი, მეგობრებო. ჩემს მეორე ვიდეოში მინდა ვისაუბრო, როგორც დაგვიდით წინა ვიდეოდან, უფრო გავშლიდი იმ თემას, რაც შეეხება განვითარებას და ფედერაციას. და არ შემიძლია ისე და ისე არ დავუბრუნდე, როგორც რიგითი ქართველი უბრალოდ სხვაგან მაცხოვრებელი სხვა ქვეყანაში, მოგებულად ესპანეთში, როდა ჩამოვარჩენ ქვეყანაში და მეკრება შესაძლებლობა იმის თუნდაც ერთი სასიამოვნო თამაში, სასიამოვნო გარემოში და კორტზე შევძლო მარტო ამისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი თამაში და ერთი კორტი არა. უზარმაზარი სისტემა ჩამოაყალიბეს ამ სფეროში პატარა ქვეყანასთან მიმართებაში გულისხმობ რა თქმა უნდა. მე ხა მაქვს გაშლილი გვერდი ფედერაციის, ხედავ პრეზიდენტი ნინა სვანიძე ქარციევაძე, კეთევან ყიფიანი, დავით ყიფიანი, სხვადასხვა დავით ყიფიანი სოციალურ ქსელებში უფრო ხშირად ჩანს და მეცნობა, საერთოდ არავის არ ვიცნობ, უბრალოდ მსხვილი მადლოვანი და გადაგიხადებ ამისთვის. არ არის მარტივი ისეთ ქვეყანაში, სადაც გაგიჟებთ უყვართ ფეხბურთი, არის სისხლში და ხორცში ძიუდო. შეიტანო ეს ზედმეტად ჰუმანურს ვიტყოდი, იმიტომ რომ იუმორითაც ამბობენ, ძალიან ბევრ მეგობარს გაკარგვინებს პადელი, მაგრამ უფრო მეტს გაძენინებს ესპანეთში. ასე რომ, მადლობა ამ ხალხს აუცილებლად გულისწყლად იმისთვის, რომ ჩემს სამშობლოში რომ დავუბრუნდები მე რიგითი ქართველი და სავარაუდოდ მარტო არ დავუბრუნდები ჩემი გუნდთან ერთად. ერთ-ერთი ლამაზი შეუძლო საწყობად და სხვათა შორის მინდა შევეხო კიდევ მწვრთნელზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე, რაფაელ კონდერიპოლი არის სხვათა შორის საერთო საახლობლო ყავს, მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მითხრეს იმდენად ძლიერი მოთამაშე არ არის, რამდენადაც მწვრთნელი. ალბათ მეტი ვიდრე მწვრთნელი, ციტირებ, ზუსტად ასე მითხრეს. შესაბამისად წარმატებები ამ ადამიანს სვერტე ამიღო და მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრები განვითარდება 5, 6, 7, 8 წლის შემდეგ, რა ვიცი, იქნება აუზარდო ჩვენს პრემიერ პადელისთვის სათამაშო ახალგაზრდები. იმიტომ რომ ძალიან კრეატიული ხალხი ვართ თუ არა და ფედერაციის ქმედებებსაც ეთყობა ულამაზესი გაერთიანება კორტების, კლუბების, სხვათა შორის 2022 წელს ვითამაშე პადელ ბადეში, თავისუფალ უნივერსიტეტში, ჩემს მეგობრებთან ერთად და მაშინ ჯერ კიდე უბრალოდ ასე სერიოზულად არ აღიქვამდა. ეხლა რომ ხედავ ადამიანებს თვალის ყოველდღიურად ფედერაციის ინსტაგრამ გვერდს, კრეატიულობა მაოცებს და მინდა გულისწყლი წარმატება უსურვო თითოეულ წევრს, მოთამაშეებს რა თქმა უნდა და რაც შეიძლება ჩემი თხოვნა იქნება მეტი პატარა ბავშვი დავაინტერესოთ ამ სპორტით, იმიტომ რომ ვფიქრობ პადელი უნდა დაიწყოს ჩოგანი, ბალა, ბავშვს უკვე უნდა აინტერესებდეს 4 წლიდან, თუნდაც ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ უნდა აინტერესებდეს, უნდა განვითარდეს და აქვს, მომჯერა რომ ამ სპორტს აქვს მომავალი, მithumetes ოლიმპიადა ელოდება წინ. ესე იგი, კონდეზეც ერთი ორი სიტყვა გითხარით, იმიტომ რომ არ ვიცნობ პირადად და არ მინდა რამე რაიმე არასწორად თქვა, თუ გავიცნობი რა თქმა უნდა მის შესახებ ინფორმაციას კიდე სიღრმისეულად, ჩემი მეგობარს ნათამაშები აქვს მასთან ერთადაც კი. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებები როგორც მწვრთნელს და ალბათ ადრე თუ გვიან მოგვიწევს თამაშიც. ვისურვებდი. და თუ რატომ მოგვიწევს? მაგით ჩემზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. ჩემი სახელია შაკო. ცხოვრობ ესპანეთში ბევრი წელია. ვარ ესპანეთის პადელის ფედერაციაში გაწევრიანებული კლუბ G Padel Arnedos წევრი. ჩემი საშუალო რეიტინგზე წარმოდგენა რომ გქონდეთ
250 მამაკაციან კლუბში 55-ზე ვარ. და რადგან ეს ვახსენე, აუცილებლად გეტყვით, როგორ განისაზღვრება ჩვენთან ეს ყველაფერი და ძალიან მინდა დავეხმარო ამ საკითხში ფედერაციას რჩევის სახით, რა თქმა უნდა, თუ აითვალისწინებენ არსებობს ძალიან ბევრი საიტი, პლეიტომიკი და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად მარტივი სისტემა გვაქვს ჩვენ კლუბში და იმდენად საინტერესო და მიმზიდველი, ვიტყოდი თავისებური ინტრიგაც ახასიათებს, იმიტომ რომ შენ შეგიძლია პროფილის სურათით ნახო ვის აქვს, ესა თუ ის კორტი დაჯავშნილი, შეიძლება აკლდეს ვინმე და დაემატო, შეიძლება შენ გაახსნა კორტი დაარეზერვო. ამას აგიხსნით ვიდეოს ბოლოში, რა თქმა უნდა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, თხოვნა ჩემი, გამოიწეროთ ეს გვერდი, გადაუზიაროთ ეს მეგობრებს, ვისაც პადელი აინტერესებთ, იმიტომ რომ მარტო ბლოგების სახით ჩემ დიალოგს არ იხილავთ ამ გვერდზე. იქნება შორტ ვიდეოები, რა თქმა უნდა, იუმორისტულიც, პრაქტიკული გაკვეთილებიც. უფრო იუმორისტულად დავტვირთავ, იმიტომ რომ საინტერესოა შორტები არის ფართო მასალა გონებაში, რომელიც შეიძლება გავშალოთ და ამ იუმორის თვალსაზრისით ბავშვებსაც დაინტერესოთ. და შესაბამისად, თუ შეგიძლიათ, თხოვნა იქნება, რომ დააჭიროთ subscribe-ს, ზარისღილაკს და არ გამოგრჩებათ არაფერი. გათამაშება. დასაწყისისთვის ვიფიქრე, რომ რაღაცა რაოდენობებზე გავათამაშებ ამას, რაღაც რაოდენობაზე იმას, მაგრამ მოდი პირველ 1000 გამომწერზე გავათამაშებ იმ დროს პოპულარული პალა, რომელიც იქნება სტუპაჩუქს. მოდი პირობითად დავიწყოთ. ავწიოთ ნელა ლეველი, მოგამკითხავთ კიდე ერთხელ ვიტყვი ესპანური სიტყვები თუ შემომეპარა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ. ჭირდება 1000 გამომწერი და 1000 გამომწერზე გავათამაშებ სტუპაჩუკის პალას, რაკეტას და კიდე პადელის ირგვლივ ატრიბუტიკას, რაც იქნება საჭირო. ნუ იქნებით პაკეტები პადელში, შეეცადეთ, გამithardეთ ყოველ დღე, თხოვნა გადაუზიარო მეგობრებს და გამოიწეროთ ჩვენი არხი. Adiós. და დანაპირები ვიდეოც. გავხსნით აპლიკაციას, შევდივართ. თავარ გვერდზე გადავხედავთ ზედაპირულად რაიმე საინტერესო თამაში თუ არის ჩვენთვის. მერე შევდივართ სრულ გვერდზე და აგიხსნით, აქ შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი დათამაშები, თამაშები, მეგობრების ანგარიშები, რომელიც არ გაგვიაქტიურებია, საიდანაც შესაბამისად ქულებით გემატება ან გაკლდება. მოდი შევქმნათ, გავხსნათ კორტი და ვარეზერვოთ პირობითად პირველ საათზე. შევირჩევთ ნებისმიერ კორტს, რადგან ჩვენ კლუბში არის 4 კლუბი, ყველას კორტი, ყველას თავისი სპონსორი ყავს. შესაბამისად ეს არის ცენტრალური კორტი Atom by Fluchos. დავაყენებთ ჩვენს ნიველს, მივუთითებთ მარცხენა თუ არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობ, იმიტომ რომ თუ უცნობთან ერთად მოგეწია თამაში, გქონდეს შეხედულება. შესაბამისად დაარეზერვებ და შენ უკვე გაქვს დარეზერვებული კორტი. ეხლა გადავხედოთ პირობითად რა თამაშები არის, თუ გვაინტერესებს რომელიმე ვიცნობთ, თუ არ ვიცნობთ, ურალოდ წერია სახელი და გეცოდინება მისი ნიველის მიხედვით. აქ საკმაოდ ძლიერი თამაშია, სიამოვნებით ვთამაშებთ, რომ მეცალოს. ერთი სიტყვით ეს არის. ასევე გვაქვს რეიტინგი, სათავეში რა თქმა უნდა ჩვენი რამონი, ხუან ლებრონის
სიღმყრმის მასწავლებელი და დანარჩენი მოდის ქვემოთ. ყველა ცდილობს მოიპოვოს მეტი ქულა. ეს არის რეკომენდაცია ფედერაციისთვის, გააერთიანოს ყველა კლუბი ერთ აპში და გახადოს მეტი საინტერესო. დიდი მადლობა გამოწერისთვის. სადაც ფუნქციონირებს იგივე სისტემა. სულ ეს არის. ასე რომ ეს ჩემი რეკომენდაცია ფედერაციას დარწმუნებული ვარ არ გაუჭირდება ამის შექმნა, გააერთიანებს ყველა კლუბს ერთ აპლიკაციაში და შესაბამისად ყველას ექნება იმის შესაძლებლობა რითაც ვსარგებლობთ ჩვენ. წარმატებები და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ხო მართლა გადაუზიარეთ თქვენ პაკეტე მეგობრებს.